მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა შოუ-ბიზნესის საინტერესო სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული ამბებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. მაესტროს რეჟისორი კახა ოთარაშვილი თავის მორიგ ვიდეო კლიპზე მუშაობს. ამჟამად ის მომღერალ ხათუნა გვენეტაძეს უმზადებს ვიდეოს, რომლის გადაღებების პირველი დღე ფიგურული სრიალის სპორტულ სკოლაში მიმდინარეობდა. ეხლა მუშაობთ სიმღერაზე, რომელიც დამწერა ლელიკო ნემსაძემ, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, გაორკესტრა ბორიკო შხიანმა და ჩაიწერა სტუდია სანოში მერაბ სანოძესთან. სიმღერას ქვია თეთრი ნაპირი. პირველი სერიოზული კლიპია, იმიტომ რომ მანამდე მქონდა რამოდენიმე კლიპი და სტუდიური ჩანაწერები, მაგრამ სერიოზული რასაც ქვია პირველია. თავიდან კახამ გამოცნო სცენარი დაწერილი, წავიკითხეთ, რაღაცეები შევასწორეთ, რაღაცა ამოვიღე, რაღაცა ცოტა დავამატე. ეს კახას იდეა არის, რომ ეს გაგვეკეთებინა ყინულზე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება, რომ ეს სიმღერა მივიტანო მაყურებლამდე და აი ეს საშუალება მე მომცა ქველმოქმედმა ბატონმა თამაზ გველუკაშვილმა და რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ნინო ჩუბინიშვილს, მისი ორი კოსტიუმი არის გამოყენებული ამ კლიპში, იქნება გამოყენებული ამ კლიპში და რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ნინოს. თუ თქვენ ბილიარდის თამაში გიტაცებთ და ასევე გსურთ პროფესიონალურ დონეზე ისწავლოთ მისი სხვადასხვა სახეობა და მონაწილეობა მიიღოთ ჩემპიონატებში, მაშინ სწორედ თქვენთვის თბილისში ვაკის უბანში კიდევ ერთი საბილიარდო კლუბი გაიხსნა, სახელწოდებით 77. პირველ რიგში დამახასიათებელი ამ ჩვენი კლუბისათვის რაც არის, ეს არის ფერებში. ახალგაზრდულ ფერებში აქ არის ფერთა თამაში, რათა ხალხს შეექმნას კარგი ხასიათი. სწავლების კურსებიც ჩატარდება ბავშვებისათვის, მოზარდებისათვისაც და დასრულებისათვისაც და კიდევ ბატონ დავით ალექსიძესთან ერთად ვაპირებთ ტურნირების ჩატარებას. ეს მომავლის გეგმებია, ფედერაცია გადაწყვეტავს და აუცილებლად ჩავატარებთ. ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგეს ახალგაზრდებმა, როდესაც ესეთი პრესტიჟული კლუბი, ელიტარული კლუბი გახსნეს, მით უმეტეს რომ აქ თამამად შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი რანგის ტურნირი. დღეს თბილისს კიდე შეემატა კიდევ ერთი გასართობი ადგილი საბილიარდე ვაკეში, ეს შესანიშნავი ადგილია და ეს არის ჩემთვის ჰობი. მე ამას ყოველთვის აღვნიშნავ, ძალიან სასიამოვნო თამაშია. რუსული ბილიარდს თამაშობდი ბავშვობიდან, გაზრდილი ვარ რუსულ ბილიარდზე და რა ვიცი, მიყვარს და ბილიარდი ძალიან მიყვარს.
29 აპრილს თბილისში მეორედ ჩამოვა პოპულარული რუსული კოლექტივი მუმიტროლი და როგორც ჩარშან ამჯერადაც საღამო აჭარა მუსიკ-ჰოლში გაიმართება. ჯგუფში ამ დროისათვის საკმაოდ ბევრი სიახლეა, მათ შორის სკანდალურიც. ასე რომ ქართულ მაყურებელს საინტერესო კონცერტი ელის. სულ ცოტა ხნის წინ მუმიტროლის ადმინისტრაციამ, მენეჯმენტმა გადმოგვიგზავნა ვიდეოკლიპი, ეს არის ახალი კლიპი ახალი ალბომისათვის. ალბომს ეწოდება პახი წიწილი კნიკ, ეს არის ფაქტიურად საუნდტრეკი ფილმისათვის. ეს კლიპი ვნახე და ძალიან მოგვეწონა, იმიტომ რომ ესეთი იუმორით ახსავსია და გარკვეულწილად პორნოგრაფიულ ხასიათს ატარებს. საკმაოდ ესეთი სკანდალური შინაარსის არის ეს ვიდეოკლიპი. მე ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე არხს ექნება საშუალება რომ გაუშვას ეს ვიდეოკლიპი. ამიტომ გადავწყვეტეთ ესეთი რაღაცა, ეხლა გუგა მოელაპარაკება დღეს ალბათ იმის თაობაზე, რომ ეს კლიპი განვათავსოთ კლუბის ვებგვერდზე, ესე იგი www.club.g და ასე რომ თუ სურვილი გაქვთ და ნამდვილი ფანები ხართ ამ ჯგუფის, მაშინ შეიხედეთ ამ გვერდზე და ნახეთ ეს ვიდეოკლიპი. პროგრამა იქნება ახალი და ძველი სიმღერების ნარევი, ასე ვთქვათ, მიქსი. საკმაოდ საინტერესო პროგრამა იქნება, რადგანაც ეს არის 2004 წლის ახალი ტურნე, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოურ სივრცეზე ტურნე. ამ ტურნეში დაკრული იქნება, ეხლა მუმიტროლმა გამოუშვა საუნდტრეკი კინოფილმისთვის პახი წიწილი კნიკ, აი ალბომიდან რამოდენიმე კომპოზიცია და ძირითადად ის სიმღერები, რომელიც თბილისში და არა მარტო თბილისში ძალიან პოპულარულია. ის საინტერესო, რომ ალბათ კიდე დაუკრავენ აი ამ ლაივის დროს რამოდენიმე ვერსიას, რომელიც არის კლუბური რემიქსი, ანუ აი ამ საუნდტრეკში კინოფილმისთვის რამოდენიმე კომპოზიცია არის დარემიქსებული კლუბური, თქვა სტილისთვის, კლუბური ცხოვრებისთვის, რაც ძალიან გასაკვირია მუმიტროლისგან და ძალიან მაინტერესებს ლაივში ეს როგორ იქნება და რა იქნება. მუმიტროლი, როგორც უკვე ერთხელ თქვი, არის რუსული სამყაროდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროდუქტის შემომთავაზებელი ჯგუფი. მუმიტროლი და ზენფირა, როგორც ვიძახი. პროგრამა იქნება სადღაც 2 საათამდე, მაგრამ მე დარწმუნებულია, რომ მე ბიზზე გამოსვლისას კიდე რამოდენიმე სიმღერა შეასრულებ. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ახალი პროექტი მზადდება, რომლის ავტორები არიან პროდიუსერები გიორგი ასანიშვილი და ბასა ჯანიკაშვილი. რამდენიმე ქართველმა მუსიკოსმა გადაწყვიტა ერთმანეთის მუსიკაზე იმუშაოს და მსმენელისთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს საკუთარი არანჟირება და ინტერპრეტაცია გაუკეთოს. ამჟამად სტუდიაში ჯგუფი მწვანე ოთახი ზუმბას სიმღერას წერს. ჩვენი სიმღერა გააკეთა ზუმბამ, ჩვენ ვაკეთებთ ზუმბას სიმღერას და საინტერესოა თვითონ ის მომენტი, ხა თქვა, ჩვენთვის, როცა აკეთებ ზუმბა ჩვენ სიმღერას, როგორ მუშაობს, თანაირად მიუდგება თავი და თქმა უნდა თავისებურად და ჩვენებურად. ვაშლის გამყიდულობას ვაკეთებთ ჩვენ. ხო და იქნება აბსოლუტურად სხვანაირი, როგორც მივხვდით ახლა რა, დღეს გუშინ დავიწყეთ კეთება, დღეს ალბათ უკვე გავალთ ბოლოში. ახალი რიტმი. არა, გიტარა. ჩავწეროთ კი. გიტარა ვნახოთ და იმის მიხედვით თავარი ხა საინტერესო ალბათ ეგ არის ამ პროექტის მიზანიც და რაღაც ისიც თავარი მამოძრავებელი ძალაც ეგ არის რომ ჩვენი რაღაცა გავაკეთოთ თორე ხა გადამღერება რომ მოვახდინოთ იმ სიმღერის ჯობია ისევ იმ ადამიანმა იმღეროს ვინც დაწერა ხო და რაღაც ჩვენი ექსპერიმენტები თქვათ ამდროინდელი განწყობები თქვათ ამ წუთიერი ყველა ჯგუფი ამას გააკეთეს ჩვენი მხრიდან ესე ხდება რა ეხლა რა განწყობაზეც ვართ იმ განწყობით ვაკეთებთ ზუმბა სიმღერას არის ძალიან საინტერესო საკეთებელი და რაღაც ენთუზიაზმით ვაკეთებთ. პრინციპში 2 დღეში როცა სიმღერა გაკეთებულია, გაქვს ტექსტი, გაქვს ყველაფერი.
პრინციპში ეს არის არანჟის კეთება თავიდან და რაღაც ახალებული ხედვა ალბათ საინტერესო ეს იქნება. ვიცნობთ ერთმანეთს ძალიან კარგად. პიროვნულადაც და მუსიკალურადაც ვიცნობთ ერთმანეთს და უფრო საინტერესო და ესეთი სახალისო რაღაცა არის. გავერთობით ყველანი მაგრა და იმედია რომ რაღაც ახალ მუსიკალურ იდეებსაც ჩავჭიდებთ ხელს. ქართულ სადიზაინერო ბაზარზე მაღალი მოდის კოლექცია შემოდის. თბილისის და არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობას დღეიდან საშუალება ეძლევა ცნობილი იაპონელი დიზაინერის იოჯი იამამოტოს უახლესი კოლექცია შეიძინოს. ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა მაღაზია კოკო, რომელშიც წარმოდგენილი იქნება იამამოტოს როგორც კლასიკური, ასევე სპორტული ტანსაცმელი. მაღაზია ჩაცმულობის ყველა სტილის მქონე ადამიანს დააინტერესებს. მის გახსნაზე დღეს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ და დიდი მონდომებით ისინჯავდნენ კოსტიუმებს. ძალიან მომწონს თბილისი და აღფრთოვანებული ვარ მაღაზიით. ვთვლი რომ სრულიად შეესაბამება იოჯი იამამოტოს სტილს. მინდა გითხრათ რომ ასეთი დონის მაღაზია ევროპაში ბევრი არ არის. საერთოდ გეტყვით რომ იაპონელი დიზაინერი დღესდღეობით ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და მისი მაღაზიები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია გახსნილი. იამამოტოს რა თქმა უნდა ვიცნობ და ეს არის ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი დიზაინერი და საერთოდ ქალის ცხოვრებაში ძალიან დიდი სიამოვნება, როდესაც გააქვს საშუალება რომ მოხვიდე და იყიდო ესეთი ძვირფასი ტანსაცმელი და მიხარია თბილისში იწყება ეს ტენდენცია, იხსნება მაღაზიები, რომ მარტო ჟურნალებში არ შეგიძლია რა თქვა ეს დაათვალიერო რომ მოხვიდე, იყიდო და ჩაიცვა. ეს არის ის მოდელიური, ესე ვთქვათ, კულტურიე და შემოქმედი ალბათ, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ არ იყო მხატვარი შემოქმედი, ისეთი რაღაცები აკეთო, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს არის რაღაცა თითოეული მათგანი არის რაღაცის ნიმუში, ზოგი არქიტექტურის, ზოგი მხატვრობის, ზოგი ტანის ფლობის და ასე შემდეგ. მართლა ფანტასტიკაა. Thank you.